მოგესალმებით, მე ვარ მარიკო ებრელიძე და ეს არის გადაცემა სიტყვების თამაში. Game show, სადაც მონაწილეები ერთმანეთს სიტყვების შექმნაში ეჯიბრებიან. ინტელექტი და ქართული ისწრება და ფულით იზომება, რაც ჩვენს თამაშს კიდევ უფრო აზარტულს და დაძაბულს ხდის. და ეხლა დროა გადავიდეთ ჩვენი თამაშის მონაწილეებთან. ირაკლი ჩიხლაძე, ირაკლი მოგესალმები, ჟურნალისტი, ჩვენი არხის, ძალიან ცნობადი სახე. აზარტული ხარ, გიყვარს სამდაგვარი თამაშები, რებუსები? აზარტული არ ვარ, თუმცა სიამოვნებით უყურებ ხოლმე, როდესაც გადის მსგავსი სახის გადაცემები. ჩვენიერია ვნახოთ, როგორ თამაშს გვაჩვენებს ირაკლი. და ჩვენი შემდეგი მონაწილე თამთა სანიკიძე, ასევე ჩვენი არხის ძალიან ცნობადი სახე, თამთა მოგესალმები. მოგესალმებით. გიყვარს, რისკიანი ხარ თუ არა, აზარტული ხარ, ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს თუ არა, მოკლედ? კი, აზარტულიც ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენს გადაცემას თითქმის ყოველდღე ვუყურებ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვისაც გვაქვს მეტნაკლებად პრეტენზია მშობლიური ენის გამართულად ფლობის, გვეძლევა საშუალება, რომ გავავარჯიშოთ ტვინი და ნახოთ დღეს როგორ შედეგს წარმოვადგენთ, ნახოთ. ძალიან კარგი გადაცემაა და წარმატებას გისურვებ. და ჩვენი მესამე მონაწილე დავით ლაბაძე. დავით, მოგესალმები. მოგესალმებით. ხარ თუ არა რისკიანი? შენი პროფესია ითხოვს რისკიანი ალბათ და აზარტსაც. რისკიანი ვარ, ალბათ აზარტული ნაკლებად. თუმცა რებუსების ამოხსნა მიყვარს. მე გისურვებ სამივეს წარმატებას და ეხლა ჯობია გადავიდე წესების ახსნაზე. ახლა მე მაგიდაზე გავშლი 7 ბარათს, რომელიც 7 ბარათი თქვენთვის იქნება საერთო და თქვენ 40 წამში მოგიწევთ სიტყვის შექმნა. ეს სიტყვა უნდა იყოს არსებითი სახელი, ზედსართავი, ზმნა, ზმნისზე და ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე სიტყვა, მოკლედ. ოღონდ არ უნდა იყოს საკუთარი სახელი, ბარბარიზმი და ჟარგონი. ყურადღებით მიაქციეთ ამას, გონება დაძაბეთ, მიაქციეთ დროს ყურადღება, იმიტომ რომ გაქვთ 40 წამი. თქვენ ასევე რიგრიგობით დაგირიგდებათ 2 დამატებითი ბარათი და ნახოთ როგორ გამოიყენებთ თქვენ ცალ-ცალკე. წესები ასე თუ ისე გასაგებია, ალბათ ჯობია დავიწყოთ თამაში და პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი სასოფგერებია. V4 ქულა, K5 ქულა, L2 ქულა, I1 ქულა, X4 ქულა, N3 ქულა და A1 ქულა. ჩვენი პირველი მოთამაშე ხარ შენ, 2 კუთვნილი ბარათი. გაქვს 40 წამი. უნდა დაწერო ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე სიტყვა. და წამზომი ჩაერთო. წამი თუ დაწერეს სიტყვა გაგზავნე. თუ ის ასობგერა არ გაქვს რაც დაწერე. არა, იმიტომ რომ შوار დაიწერე. შევდეთ აგეთ. დრო ამოიწურა. რაღაცა გაგიჭირდა. არა, ვერ გავიგე უბრალოდ ჯერჯერობით რაღაც სამერია და კარგი, ნუ გავყიდით ემოციებს, გადავიდეთ ჩვენს შემდეგ მონაწილესთან. თამთა, შენი 2 კუთვნილი ბარათი, წესები უცვლელია, გაქვს 40 წამი. ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე სიტყვა შეგიძლია დაწერო. და წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა. შვენივრად გაართვი თავი. არ იღელო, ძალიან ისეთი დინჯი ემოციები გაქვს. უბრალოდ არ იკითხება შენს სახეზე ემოციები. მართლა? კი, ნამდვილად. გადავიდეთ ჩვენს შემდეგ მონაწილესთან. დავით, შენი 2 კუთვნილი ბარათი გაქვს. 40 წამი. და წამზომი ჩაერთო.
დათო, შენ დროზე ადრე მოახერხე სიტყვის დაწერა. ერთი სული გქონდა, როდის მოვიდა და შენი დრო. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მეტი დრო მქონდა, რახან მესამე ვიყავი. კარგით, ვნახოთ როგორი სიტყვები დაწერეს ჩვენმა კონკურსანტებმა და როგორ შეაფასებენ. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენი საწყისი თანხა არის, სათამაშო თანხა არის 100 ლარი, ხოლო ამ ეტაპის მინიმალური თანხა 5 ლარია, რაც ჩამოგეჭრებათ ბალანსიდან, ხოლო მაქსიმალური არის 10 ლარი. ეხლა ვნახოთ, როგორ შეფასებას გააკეთებს ირაკლი. ირაკლი, მითხარი, როგორ აფასებ, რამდენად აფასებ შენ სიტყვას? საკმაოდ 5 ლარი არის მინიმუმი, 10 ლარი არის მაქსიმუმი. და თავი რო შევიკაო და არ შევაფასო. ანუ ეს არის 5 ლარი, შენ მაინც ჩამოგეჭრება. ხო, ჩამოვეჭრას 5 ლარი. კარგი. გადავიდეთ ჩვენ შემდეგ მოთამაშესთან, თამთა. როგორ შეაფასებ შენს, ასე ვთქვათ, სიტყვას? ანუ მინიმალური არის მინიმალური 5, მაქსიმალური 10. ირაკლი ეთიშება თამაშს და შენი გადაწყვეტილება გვაინტერესებს. ეს არის 8 ქულა, 8 ლარი უпростоრად. და ალბათ მაქსიმალურად 10 ლარი. 10 ლარი. შენი მაქსიმალური თანხა არის 10 ლარი, თამთა ან უნდა გავუთანაბროთ, ან შენს გამოეთიშო ამ კონკრეტულ ეტაპს. რას გადაწყვეტავ? გავუთანაბრებ. თამთა ათანაბრებს. დიახ. და დროა გავხსნათ სიტყვები. ირაკლი, გითხარი შენი სიტყვა. ვერ მოვასწარი უბრალოდ ტექნიკურად ვერ გავმართე, თუმცა საკმაოდ საინტერესო სიტყვა მქონდა მოფიქრებული ეს იყო ქვიშა და მაღალქულიანიც იყო. თამთა, გითხარი შენი სიტყვა და ქულაც. ქილა. ქილა. მაგრამ ეს გნახეს უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ ეს არის 9 ქულა. არა უშავს. არის 9 ქულიანი. გითხარი და ჩემი სიტყვა არის ქლიავი 14 ქულით. შვენიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ეტაპის გამარჯვებული დათო ხარ შენ. შენი თანხა შეადგენს 115 ლარს, გილოცავ, შვენიერია. მადლობა. და ირაკლის თანხა შეადგენს 95 ლარს, ხოლო თამთა შენი არის 90 ლარი. ჯობია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მეორე ეტაპის ასობგერებია. ჯ 8 ქულა, ტ 4 ქულა, ა 1 ქულა, ც 4 ქულა, н 3 ქულა, ი 1 ქულა, ასობგერა ლ 2 ქულა. ამ ეტაპის პირველი მოთამაშე თამთა ხარ შენ, შენი ორი კუთვნილი ბარათი, გაქვს 40 წამი. და წამზომი ჩაირთო. დროს მივაქციოთ ყურადღება. რა მოიწურა, თუმცა შენ დროზე ადრე მოახერხე სიტყვის დაწერა. რთული არის პირველი როცა ხარ? რთულია, კი. და აი ასეთ დროს იცი, პირველივე სიტყვას ანიჭებ უპირატესობას და ნაკლებად იტოვებ დროს რომ მიფიქრო რაიმე. და მე ამ შემთხვევაში ასე მოვიქეცი, მაგრამ კმაყოფილი ვარ. კარგით, გადავიდეთ შემდეგ მოთამაშესთან, მეორე მოთამაშე ხარ შენ. დათო შენი ორი კუთვნილი ბარათი. მე გისურვებ წარმატებას, გაქვს 40 წამი. და წამზომი ჩაირთო. დროს მივაქციოთ ყურადღება. დრო მოიწურა, თუმცა შენს ასევე დროზე ადრე მოახერხე სიტყვის დაწერა. კარგია რომ უფრო გათამამდით. ისე აღარ ღელავთ როგორც პირველ ეტაპზე და ამ ეტაპის მესამე მოთამაშე ხარ შენ. წამზომი ჩაირთო.
ირაკლი, შენს დროზე ადრე მოახერხე სიტყვის დაწერა. დრო ამოიწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ სიტყვების შეფასებაზე. ამ ეტაპის მინიმალური თანხა არის 10 ლარი, მაქსიმალური 20 ლარი. 10 ლარი თქვენ ჩამოგეჭრებათ ბალანსიდან და მაინტერესებს თამთა შენი შეფასება. 10 ლარი არის მინიმუმი, 20 მაქსიმუმი. როგორ შეაფასებ შენ სიტყვას? 10. 10 ეს არის მინიმუმი. 15. 15 მან გაზარდა თანხა. ირაკლი? ბათანაბრებთ ვზრდით თუ ვეთიშებით კონკრეტულ თამაშს? კონკრეტულ ეტაპს? ვზრდი. ზრდი და ეს რამდენია? 20 ლარი. ეს არის მაქსიმუმი. თამთა რას ვაპირებთ? გამოვეთიშები. თამთა ეთიშება ამ კონკრეტულ ეტაპს და მაინტერესებს დათო რას გადაწყვეტს. ვათანაბრებ. დათო ათანაბრებს, ეს არის 20 ლარი მაქსიმუმი ამ შემთხვევაში. და გავხსნათ სიტყვები. თამთა მითხარი შენი სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ გამოეთიშე ამ კონკრეტულ ეტაპს, შენ მაინც ჩამოგეჭრება მინიმალური თანხა, ეს არის 10 ლარი და მითხარი შენი სიტყვა. ჯანი. ჯანი ეს არის 13 ქულა. დათო მითხარი შენი სიტყვა. ჯანი. ასევე ჯანი და რა თქმა უნდა, ირაკლი შენი სიტყვა. ჩემიც ჯანი აღონ უფრო ძვირად ფასობს. 20 ლარი. ეს არის მაინც 13 ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხა ირაკლის და დათოს შორის გაიყო. 120 ლარი არის შენი დათო, ხოლო 100 ლარი ირაკლის შენი. თანხა გაიყოფოდა სამივეს შორის, ასე რომ ჯობდა გაგრძელებინა თამაში. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და მესამე ეტაპის ასობგერებია. V4 ქულა, I1 ქულა, N3 ქულა, T4 ქულა, S2 ქულა, ასობგერა O1 ქულა და Q9 ქულა. მესამე ეტაპის პირველი მონაწილე ხარ შენ დათო. შენი ორი კუთვნილი ბარათი წესები უცვლელია, გაქვს 40 წამი. მე გისურვებ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დროს მივაქციოთ ყურადღება. ხუთი წამი დაგრჩა. რატო რაღაც ბოლო წამებში მოახერხე სიტყვის დაწერა? იცი რა, ვფიქრობდი რომ მაქსიმალურად ბევრი ქულა ამეღო. და ამის გამო დრო გამოიყენეს მოსაფიქრებლად. გადავიდეთ ჩვენს შემდეგ მოთამაშესთან, ირაკლი ეს შენ ხარ. ორი კუთვნილი ბარათი. და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. ბოლო წამებში მოახერხე ასევე შენ სიტყვის დაწერა. და ბონუს ბარათმა მიშველა. ჩვენი რაღაც გიმართავს. გამომადგა კი. ორივეჯერ ამოგივიდა ბონუს ბარათი. იღბლიანი მოთამაშეა, რაც ჩვენს თამაშს ნამდვილად სჭირდება. იღბალს გისურვებ ასევე შენ თამთა. ორი კუთვნილი ბარათი. წამზომი ჩაირთო. დაგჭირ 15 წამი. წამი. 5
5 წამი. კარგით, დრო ამოიწურა. უნდა გადავიდეთ სიტყვის შეფასებაზე. ამ ეტაპის მინიმალური თანხა არის 20, მაქსიმალური 30. სწორედ ახლა გაირკვევა თუ ვინ გადავა მეორე ტურში და ვინ დატოვებს სამწუხაროდ ჩვენს თამაშს. მინიმალური არის 20 ლარი, რაც ჩამოგეჭრებათ თანხიდან და მაინტერესებს შენი შეფასება. გითხრათ სიმართლე, არა ვარ სრულად კმაყოფილი. თუმცა უნდა შეაფასო მაინც სიტყვა და ეს არის 20 ლარი. 20 ლარი. თუ გამოეთიშები ამ ეტაპს? არა, გამოეთიშეთ. აგრძელებს დათო თამაშს ირაკლი. შენი გადაწყვეტილება 20 ლარი არის მინიმუმი, მაქსიმუმი 30 არის. 20 ლარი დასახელდა უკვე მინიმუმი. მე ვიტყვი 25-ს. 25 გაზარდა თანხა ირაკლი და თამთა. რას გადაწყვეტ? და მაქსიმუმი 25. კარგია, გაათანაბრა და დათო მითხარი შენი გადაწყვეტა. მეც გავათანაბრებ. ათანაბრებს 25. თანხა გათანაბრდა და დროა გადავიდეთ სიტყვის გახსნაზე. მითხარი დათო შენი სიტყვა. ნივთს 14 კულით. ეს არის ბრუნვაში 14 კულით. ნივთი 12 კულით და თამთა. იყოს. ანუ გამოვიყენე ყველაზე ვაღალფულიანი. 10 კულით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდის გამარჯვებული არის 170 ლარით. დათო, გილოცავ, შენ გადახვედი მეორე ტურში. ხოლო შემდეგ მოყვება ირაკლი 75 ლარით, გილოცავ, თამთა სამწუხაროდ. უნდა დაგემშვიდობო. რამდენიმე წუთში მოამბე იწყება. გისურვებ შენს ეთერში წარმატებას. მადლობა. გემშვიდობები შენ, ხოლო მეორე რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ დათო და ირაკლი, ასე რომ დაგველოდეთ, წინ საინტერესო თამაში გველოდება. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს. ეს არის შოუ სიტყვების თამაში და წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მეორე რაუნდი ველოდება. ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ ირაკლი და დათო. ასე რომ ჯობია გადავიდეთ პირდაპირ მეორე რაუნდის წესების ახსნაზე. მე ახლა მაგიდაზე გავშლი 900 ბგერას. ეს 100 ბგერები თქვენთვის 3-2-ვესთვის იქნება საერთო და თქვენ 30 წამში უნდა შეადგინოთ ყველაზე მაღალქულიანი სიტყვა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ორივე ერთად ერთი რაოდენობის ქულებს დააგროვებთ, გამარჯვებული გამოცხადება ის, ვინც ყველაზე სწრაფად გაართმევს დავალებას თავს. წესები გასაგებია, ასე რომ დროა გადავიდეთ თამაშზე და მეორე რაუნდი. და მეორე რაუნდის 100 ბგერებია. D 3 ქულა, M 2 ქულა, A 1 ქულა, I 1 ქულა, 100 ბგერა Č 4 ქულა, X 4 ქულა, A 1 ქულა, P 4 ქულა და ბოლო 100 ბგერა D 3 ქულით. გაქვთ 30 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა. უნდა გადავიდეთ სიტყვების გახსნაზე, მაგრამ მინდა შეგახსენოთ. ამ რაუნდში გვაქვს ფიქსირებული თანხები და პირველი ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 30 ლარი და დათო მითხარი შენი სიტყვა და ქულაც მოაყოლე. დაფა 9 კულით. დაფა 9 კულით, მშვენიერია და ირაკლი. შენ დაწერე ხაფი და ხაფმა მოგცა 10 კულა. ამ ეტაპის გამარჯვებული ხარ შენ ირაკლი, გილოცავ და თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა. 140 ლარი დათო არის შენს, ასე ვთქვათ, ბანკში და 105 ლარი ირაკლი გაქვს შენ. მეორე ეტაპში კიდევ უფრო ყურადღებით მოგიწევთ, ასე ვთქვათ, სიტყვების მოფიქრება, არ ინერვიულოთ, დროს საკმარისია და მეორე ეტაპის 100 ბგერებია. A 1 ქულა, X 10 ქულა, ბონუს ბარათი, 100 ბგერა L 2 ქულა, V 4 ქულა, A 1 ქულა, 100 ბგერა I 1 ქულა, K 5 ქულა და U 2 ქულა. გაქვთ 30 წამი და წამზომი ჩაერთო.
დრო ამოიწურა. სიტყვები დაწერეთ. მე შეგახსენებთ, მეორე ეტაპის ფიქსირებული თანხა უკვე არის 40 ლარი და მაინტერესებს დათო შენი სიტყვა. ჰავა. ჰავა და ეს არის 16 ქულა. დიახ. ირაკლი. ჰალვა. ეს არის 18 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპის გამარჯვებული ისევ არის ირაკლი. გილოცავ, შენი თანხა არის 145 ლარი. დავით, ყურადღებით, შენი თანხა არის 100 ლარი. წინ მესამე ეტაპი გვაქვს და მესამე ეტაპის ასობგერებია. I 1 ქულა, Ჭ 7 ქულა, G 3 ქულა, ასობგერა I 1 ქულა, ბონუს ბარათი, M 2 ქულა, A 1 ქულა, ასობგერა C 4 ქულა და E 1 ქულა. წესები უცვლელია, გაქვთ 30 წამი. მე გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სიტყვები დაწერეთ. დიახ. ძალიან მხიარულად მიდის ჩვენი მეორე რაუნდი. რა თქმა უნდა, ფიქსირებული თანხა გვაქვს მესამე ეტაპზეც. ეს არის 50 ლარი და ეს ჩამოგეჭრათ თანხიდან. და დათო მითხარი შენი სიტყვა. ჩემი სიტყვა არის გაჭიმა. გაჭიმა. და გამოიყენე ერთი ბონუს. ეს არის 14 ქულა. გამოიყენე ბონუს ბარათი. ირაკლი, მითხარი შენი სიტყვა. ჭირმა. ჭირმა 11 ქულიანი ასევე ბონუს ბარათი გამოიყენეთ, თუმცა ამ ეტაპზე გაჯობა დათომ, გილოცავ დათო. მადლობთ. შენი თანხა შეადგენს 150 ლარს, ხოლო ირაკლი შენი თანხა არის 95 ლარი. ირაკლი, შენ ხარ საშიშ ზონაში, ასე რომ ამ ეტაპსაც თუ ვერ გადალახავ, გამარჯვებულად გამოცხადება დათო. ყურადღებით, მობილიზება და ასობგერებია. G 2 ქულა, R 2 ქულა, E 1 ქულა, ასობგერა B 2 ქულა, C 4 ქულა, S 2 ქულა, E 1 ქულა, ბონუს ბარათი გიმართლებთ და P 4 ქულა. წესები უცვლელია, გაქვთ 30 წამი და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 60 ლარი, რაც ჩამოგეჭრათ თანხიდან. ეს არის გადამწყვეტი რაუნდი. და მითხარი დათო შენი სიტყვა. ღრეობს. ღრეობს. 13 ქულა მოგიტანა ამ სიტყვამ. დიახ. და ირაკლი მითხარი შენი სიტყვა. ვერ გეტყვი. რატო? ვერ მოვასწრა. ვერ დაწერე. და ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის გამარჯვებული არის დათო. დათო გილოცავ. მადლობთ. საკმაოდ ისეთი საინტერესო ბრძოლა იყო. ირაკლი, შვენიერი თამაში აჩვენე ჩვენს მაყურებელს. როგორი ემოციები გაქვს? ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი პროექტია და დიდი სიამოვნებით, როდესაც შესაძლებლობა მექნება ეს დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი აუცილებლად გიყურებთ, სხვა დღეებში ეთერიდან შევეცდები რომ მეგადავნოთ თვალი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. გემშვიდობებით. მადლობა. და დათოსთან მაცთური წინადადებით გადავდივარ. შენ შეგიძლია აიღო შენი მოგებული თანხა, რაც არის 210 ლარი და გადაცემა დავასრულოთ, ან წამომყვე სუპერფინალზე, მესამე რაუნდი, სადაც შენ მოიგებ 1000 ლარს. რა თქმა უნდა, თუ გაართმევ დავალებას თავს, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიგე, სამწუხაროდ მოგებულ თანხასაც კარგავ. შენ მესამე რაუნდში, სუპერფინალში მოგიწევს 9 ასობგერებით, 9 ასობგერის კომბინაციით დაწერო ზუსტად ის სიტყვა, რომელიც მოგცემს ყველაზე მაღალ ქულას. და ეს ქულა შენ მოგიტანს 1000 ლარს. და ამისთვის მაქვს? და ამისთვის გაქვს მხოლოდ 20 წამი.
თუ ვერ მოიგებ და ვერ გაართმევ სუპერფინალს თავს, მაშინ წააგებ მოგებულ თანხასაც. იცით რა? სუპერფინალზე. მე გითხარით რომ აზარტული არა ვარ. და პირველად მეორე რაუნდის გამარჯვებული. პირველად მოხდა ისე რომ რაღაც მოვიგე, მართალია სიმბოლურად, მაგრამ და ვერ დათმობ ამ მოგებას? მირჩევნია ამ შემთხვევაში მაინც გამარჯვებული მერქვას და არა დამარცხებული, ასე რომ ალბათ არ გამოყვებით სუპერ თამაში. დავით, მშვენიერი გადაწყვეტილება. მე გილოცავ შენ მოგებულ თანხას, ეს არის 210 ლარი. მე გემშვიდობებით. ხოლო მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ამ შოუში მონაწილეობა შეუძლია ყველა სრულწლოვანს, ასე რომ თუ უკვე ხარ სრულწლოვანი, კარგად იცი ქართული ენა, შეგიძლია მოკლე დროში ამოხსნა თავსატეხი. ხარ აზარტული და გიყვარს რისკი, აუცილებლად გამოსტატი საკუთარი თავი ამ შოუში. მოდი ითამაშე და მოიგი 1000 ლარი. ჩვენ ყოველ დღე 8:30-ზე შევხვდებით სწორედ ჩვენს არხზე და ერთად ვითამაშებთ სიტყვების თამაშს.